2008 წლის ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა. ცალსახად ის იყო გაყალბებული გზით დარჩენილი პრეზიდენტის თანამდებობაზე და გაყალბებული გზით დარჩენილმა მოღალატემ უცხოელმა აგენტმა 2008 წელს შეასრულა დავალება და დაიწყო ომი. 2008 წელს ომი დაიწყო არა საქართველოს, არამედ სააკაშვილის მოღალატეობრივმა რეჟიმმა, გარედან ჩანერგილმა რეჟიმმა. თქვენ გახსოვთ 2003 წელს ისინი გარედან დაგვისვეს რეალურად სინამდვილეში ხელისუფლებაში მოატყუეს ხალხი, გარედან მოიყვანეს ხელისუფლება, ისინი იყვნენ თავიდანვე უცხოელი აგენტები და მათ ჩაიდინეს ღალატი 2008 წელს შეასრულეს მთავარი მოღალატეობრივი დავალება, როდესაც დაიწყეს თავის დროზე ომი. რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20%, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა და შესაბამისად მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანა.